მოგესალმებით. პირველ რიგში მე მინდა პატარა შესავალი გავაკეთო და მე გავცემ თქვენ კითხოს პასუხს. ყველას კარგად მოგეხსენება თუ რა ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში. ყველა ის ადამიანი, ვისაც კი ჰქონდა განსხვავებული აზრი და ვინც კი ხმამაღლა გამოხატავდა ამას, ხვდებოდა აი ამ რეჟიმის მარტუხებში და რეპრესიების ქვეშ. მათ შორის მოვხდი მეც. მე წინა თქვენთან შეხვედრების დროს გავაკეთე ცელი მიმოხილვა თუ როგორი შანტაჟის და წამების ქვეშ მაიძულეს მე ჩამედო ბანკში ყველაფერის რაც გამოჩნდა, უძრავი ქონება, სახლი, ბიზნესის წილი და ასე შემდეგ და გირაოზე დამედო 6 მილიონი. მიუხედავად იმისა, რომ მე 5 თვე უძლებდი აი ამ წამებას, ბოლოს შანტაჟმა მაინც გამტეხა და ფაქტობრივად მეგობრების მხარდაჭერით და იმ ესე იგი ქონების ჩადებით ბანკში შევაგროვეს თანხა 6 მილიონი და 2010 წლის 3 დეკემბერს გირაოთი გამოვედი თავისუფლებაზე. შემდეგ რა ხდება? 2 წელი იყო გადადებული, როგორც თქვა გარდატონა ელზა, სასამართლო პროცესი და განახლდა უკვე 7 თვეა ქალაქის სასამართლოში მიმდინარეობს ჩემი პროცესი. ეხლა მე მინდა თქვენ სწორედ გაიგოთ, რატომ მიმართავ აი ამ განცხადებით პროკურატურას და რატომ მინდა გირაოს თანხის შემცირება. არავის არ ეგონოს, რომ მე წუწუნებდა ფული მიდა, ესე იგი უკან დავებრუნო, არა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის რეჟიმი კიდე დიდხანს იბოგინებდა საქართველოში და კიდე ბევრ უბედურებას დაატრიალებდა. ეს სწორედ ბატონი ბიძინას დამსახურება არის, რომ შეიცვალა სააკაშვილის რეჟიმი და მე ამაყივა, რომ რაღაც მცირედი პატარა წვლილი შევიტანეს სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებაში. მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბრის შემდეგ შეიცვალა რეალობა საქართველოში, პროკურატურაში კიდე არიან ადეიშვილის და სააკაშვილის ნარჩენი პროკურორები, რომლებსაც მადდა ჰქონდათ ესე იგი გამძაფრებული აი ამ თანხის მიმართ და იყო პირველი შემონათვალი, რომ მე უნდა გადამეხადა 1 მილიონი ლარი და უნდა მეღიარებინა ბრალი, არა ჯერ 1 მილიონი მე გეუბნები არჩევნების შემდეგ პერიოდს. შემდეგ ამაზე უარი ვთქვი, იმიტომ რომ ის ბრალი, რომელიც მე წამიყენეს, კიდევ ვიმეორებ, ადეიშვილის პროკურატურამ, ეს არის შეთითხმული ბრალი, რომელსაც არანაირი საერთო რეალობასთან არ აქვს. და ეს ემსახურებოდა ჩემს დაჟდას, იმიტომ რომ მე ვიყავი პოლიტიკურად აქტიური ბიზნესმენი. და გამოვთქვამდი ჩემას ხმამაღლა. შემდეგ ესე იგი ამაზე უარი რომ თქვი 1 მილიონ ესე იგი ამ შემოთავაზებაზე. შემდეგ ესე იგი ვითომ ჩემი დაჟის მიზნით მოინდომეს 6 მილიონის ესე იგი წართება ჩემთვის, რომელიც გირაოზე მედო იყო მუქარა, მე ამის შესახებ თქვენთან გავაკეთე ინფორმაცია. ამას მოყვა ის რომ შეიცვალა ქალაქის პროკურორი, მოვიდა ქალბატონი მაია მწარიაშვილი. შემდეგ დაიწყო სასამართლო პროცესზე მოწმეების დაბარება და მივახციე იმას, რომ მოწმეები მოიყვანეს და დაიკითხე მოწმეები, რომლებმაც აღიარეს უბრალოდ განაცხადეს ის, რაც იყო სიმართლე. დარჩა მარტო 2 მოწმე დასაკითხი და ფაქტურად სასამართლოზე ეკეთება ის, რომ ეს ყველაფერი ბრალი, რაც მე შემიწყდა ადეიშვილმა, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, კარგად მომზადებული პროვოკაცია ჩემ მისამართი. ეხლა რა ხდება? თქვენ მოგეხსენებათ, რომ პრიორიტეტი ქართული ოცნების და ხელისუფლებაში მოსული ძალის არის სამართლიანობის აღდგენა. შემდეგ ესე ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის განვითარება, ასევე სამუშაო ადგილების შექმნა. მე როგორც ბიზნესმენს კარგად მომეხსენება თითეული თეთრის ფასი. სად უნდა ჩაიდოს, როგორ უნდა ჩაიდოს, როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, არ უნდა გაფართოვდეს ბიზნესი და ხალხი დასაქმდეს და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა არის სახელმწიფო ინტერესებში. სწორედ აი აქედან გამომდინარე იქიდან რომ მე მაქვს სურვილი გავაფართოვო ჩემი ბიზნესი, აი ეს თანხა, რომელიც მიდევს გირაოზე 6 მილიონი, რომელიც გაყინული არის და არაფერს არ აკეთებს, ანუ ეს ფული არ მუშაობს და პირიქით, აქეთ მე ვიხდი ყოველთვიურად კოლოსალურ თანხებს ბანკის მომსახურებისათვის. მე თხოვნით მიმართავ ქალაქის პროკურატურას, რომ დააკმაყოფილოს ეს შუამდგომლობა და განცხადება და მომცეს საშუალება, რომ
გავაფართოვოთ ჩემი ბიზნესი, ანუ წავადგე ჩემს სახელმწიფოს აი იმ პრიორიტეტებში, რომელიც დღეს არის, ესე იგი, დაყენებული. მე იმიტომ გავაკეთე შესავალი, რომ მე ავწუწუნებ ამ ფულის დაბრუნებას, იმისათვის რომ ჯიბეში ჩავიდო, არამედ ეს მინდა გამოვიყენო ისევ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ბუნებრივია. რაც შეეხება ახლა იმეს, ეს არის ფაქტიურად გადასაწყვეტი ქალაქის პროკურორის და ბატონი არჩილ კბილაშვილის. მე განცხადებით მიმართე პარლამენტს, მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველა იმ პარლამენტარის, ვინც გაეცნო ჩემს, ესე იგი, განცხადებას და ვინც მხარი დამიჭირა. განსაკუთრებით მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ სოსო ჯაჭულიანს, რომელიც ქართველი ვაჟკაცია და ძალიან დიდ პატივს უცემდა, ინიციატორი იყო ყველაფერი ამისი. და ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ არასამთავრო ორგანიზაციას, ვინც ესე იგი გაიცნო ამ წერილს ჩემს მიმართვას და მხარი დამიჭირა. და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ არანაირი საფუძველი არ აქვს დღეს ქალაქის პროკურატურას და არც მთავარ პროკურორს, რომ აი ამ განცხადებას ხარი არ დაუჭიროს და არ დააკმაყოფილოს ჩემი მოთხოვნა. განსაკუთრებით, ესე იგი, იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს ხდება, ის დანაშაულები, რომლებმაც მართლა ჩაიდინეს დანაშაული და არ იყვნენ ადეიშვილის პროკურატურის მხრიდან ჩემნაირად შეთითხმული ბრალდებულები და რაღაცა მინიმალური თანხით 5, 10 და 20,000 ლარის გირაუთი არიან განთავისუფლებული. ამ შემთხვევაში 6 მილიონი ლარი, რომელიც ჩემს გირაოზე დევს, ეს არის ნამდვილად უსამართლობა და ბუნებრივია, მე ვითხოვ აი ამ უსამართლობის აღდგენას. თუ რაიმე, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ეს უნდა დააკმაყოფილოს ქალაქის პროკურატურამ. და ამის შესახებ, ესე იგი, მე ეს განცხადება რატო გავაკეთე მანამდე, სანამ შევიტანდით პროკურატურაში აი ამ, ესე იგი, შუამდგომლობას და განცხადებას. იმიტომ რომ მე მინდა თქვენ საქმის წყულში ჩაგაყენოთ და უბრალოდ თვალი მივადევნოთ, როგორ ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა. მე ხმამაღლა ვაცხადებ, რომ მე ვარ უსამართლოდ დაჩაგრული. კარგია, ქვეყანაში რაც ხდება, ამინისტია, პოლიტიკური პატიმრების გამოსვლა, განთავისუფლება ციხიდან, მაგრამ ის რიგითი მოქალაქეები და ის ბიზნესმენები, რომლებიც ელოდებიან უკვე ამდენი ხნის განმავლობაში სამართლიანობის აღდგენას, მოდი დავიწყოთ, აი აქედან ჩემი დავიწყოთ სამართლიანობის აღდგენა, ეს ძალიან მარტივი არის. მე კიდევ ვაცხადებ, რომ მე ვარ აბსოლუტურად მართალი, მე სააკაშვილმა დამიჭირა სააკაშვილის რეჟიმს სრულად უსაფუძვლოდ, იმის გამო რომ ვიყავი სააკაშვილის რეჟიმის მტერი და ის გირაო, რომელიც მე დამადო სააკაშვილმა, ეს ემსახურებოდა ჩემს განადგურებას, ჩემი ოჯახის განადგურებას, ჩემი ბავშვების გარე დატოვებას უსაკაროდ და ვითხოვ, რომ დღევანდელ რეალობაში მოხდეს სამართლიანობის აღდგენა და მოდი აი აქედან დავიწყოთ სამართლიანობის აღდგენა. მე აი ამ განცხადებით მიმართო პროკურატურას და დანარჩენი გამოჩნდება ამ უახლოეს დღეებში, მე მგონი 10 დღე აქვს, ხო, და პროკურატურას მეტასუხოს ამ განცხადებაზე. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ არჩილ კბილაშვილს, ასევე ქალბატონ მაია მწარიაშვილს და იმედი მაქვს, რომ ამას ყველაფერს მოიკიდებიან გულისხმერა და რა თქმა უნდა იხელმძღვანელებენ კანონი და მხოლოდ კანონი და კანონი, მე როგორც ჩემი ადვოკატები მარწმუნებენ, ამ შემთხვევაში არის ჩემ მხარეს. თუ რამე კითხვები გაქვთ, მე შემიძლია გეპასუხოთ. იმდენი ვილაპარაკეთ ამ აბსოლუტურად ამომწვავი